ალბათ შენც ხშირად გიფიქრია იმ კითხვაზე, საუკუნეზე მეტია უკვე ისმის და დღესაც რაღაცნაირად ისევ მტკივნეულად ჟღერს. რა გითხრათ, რით გაგახაროთ? კი, ილიას სიტყვებია, წმინდა ილია მართლის. იმ სევდას და იმედგაცრუებას გამოხატავს, რასაც ალბათ გრძნობდა მე-19 საუკუნის ბოლოს, ხო? საქართველოს მდგომარეობაზე. და თითქოს არაფერი შეცვლილა, ხო? დრო თითქოს გაჩერდა. მოდი დღეს ცოტა ჩაუღრმავდეთ ამას, რატომ არის რომ ილიას წამოჭრილი თემები, სიზარმაცე, უზრუნველობა, ჩვენივე პოტენციალის გამოუყენებლობა, რატომ არის დღესაც ასე მწვავედ აქტუალური? ძალიან საინტერესოა მართლა. ილია ხომ პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა არის სიზარმაცე. და ეს მხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრი, რა ვჭამოთ დღეს, მომავალზე ზრუნვა თითქოს ნაკლებად. ხო. და ეს ხომ უბრალოდ კრიტიკა კი არ არის, რაღაცნაირად ერის ხასიათს სწუდება ძალიან ხმად. სარკესავითაა დღესაც რომ ჩაგვახედებს. თან რა პარადოქსია რა. ერთის მხრივ ილია ამბობს 64 ქვეყანაა საქართველო. და მართლაც რომ დაფიქრდე ბუნება, რესურსები. კი ბატონო. მაგრამ ამ სიმდიდრეს თითქოს ვერ ვაფასებთ სათანადოდ, ვერ ვუვლით. პატრიოტიზმზე ლაპარაკი განსაკუთრებით სუფრასთან კი ბატონო. კი ბატონო. მაგრამ მეორე დღეს თითქოს გვავიწყდება. ხო, თითქოს ილიაც ხომ ამბობდა, ღმერთმა რაც შეეძლო მოგცაო, დანარჩენი ჩვენზეაო. ამ ჩვენზეა ნაწილში რაღაცნაირად ვიჭედებით ხოლმე მგონი. და იცი რა არის საინტერესო, ისტორიულად ხომ ვახერხებდით ამ ჩვენზეა ნაწილს. გაიხსენე, როგორ გადაურჩით, ლანგ თემურს ჩააბას, აღა მაჰმად ხანს. რამდენი მტერი იყო? კი, ნამდვილად, უამრავი ქარტეხილი. და რწმენა როგორ შევინარჩუნეთ? ხო, ილიას სიტყვებით ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ჩვენი ძვლებით და სისხლით ავაგეთო ეს ქვეყანა. როგორ მოხდა, რომ ამდენი გამოწვევის ფონზე დროშა ქართველებისა ხელში შევირჩინეთ? ალბათ, იმიტომ რომ იმ დროისთვის შესაფერისი ცოდნა და უნარები გვქონდა. მაშინ მთავარი იყო, რა თქმა უნდა, ვაჟკაცობა, ბრძოლის ცოდნა, გამძლეობა. ხო, ფიზიკური ძალა. დიახ, როგორც ილია ამბობს, იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავითო. ზუსტად ვიყავით მორგებული იმ ეპოქის მოთხოვნებს. ვიცოდით, რა იარაღი იყო საჭირო და ვიყენებდით. და აქ მოდის ის მთავარი გარდატეხა, ხო? რასაც ილია გრძნობდა და რაზეც გვაფრთხილებდა. დრო შეიცვალა? კი, შეიცვალა. გვევნება, რომ ხმალი წარსულს ჩაბარდა, თაროზე შემოსადებიაო. ბრძოლის ველი სხვაგანაა. ეხლა საჭირო არა სისხლის, არამედ ოფლის ღვრა. ოფლის ღვრა, დიახ. ეს ნიშნავს შრომას, ცოდნას, საქმის კეთებას. ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი. ამას ამბობს ილია. იარაღი ეხლა არის ცოდნა და შრომა. და ვაჟკაცობაც შესაბამისად ამ ცოდნის გამოყენებასა და შრომაში უნდა გამოიხატოს. ზუსტად. ესე იგი საფრთხეც სხვანაირია უკვე. მტერი ხმლით კი აღარ მოდის. არამედ მოდის შრომით, ცოდნით, უკეთესი ორგანიზებით, მოხერხებით. დიახ. ილია სწორედ ამას გრძნობდა, შიშობდა რომ თუ ჩვენც იგივე იარაღს, ცოდნას და შრომას არ დაუპირისპირებთ, მაშინ სხვები ფეხქვეშიდან მიწას გამოგვაცლიან, ხო? ჩვენს ადგილს დაიკავებენ. კი, ეს თითქოს უფრო ჩუმი, მაგრამ არანაკლებ საშიში ბრძოლაა, ვიდრე ის ძველი, ღია დაპირისპირებები. ესე იგი ახალი ეპოქის ომი. ოფლის ღვრის ომი, როგორც ილია უწოდებდა. შვიდობიანი, უსისხლო, მაგრამ გადამწყვეტია ჩვენი მომავლისთვის. ამ ბრძოლაში იმარჯვებს ის, ვინც მეტ შრომობს, მეტი ცოდნა აქვს, ვინც უკეთ ახერხებს შექმნილის შენარჩუნებას და გონივრულად გამოყენებას. ინტელექტის, ორგანიზებულობის, შრომის მოყვარეობის შეჯიბრია ფაქტობრივად. და ისე ვუბრუნდებით ილიას იმ მტკივნეულ კითხვას, რა გითხრათ, რით გაგახაროთ, ვართ კი მზად ამ ახალი ტიპის ბრძოლისთვის. მისივე სიტყვებით, თითქოს უზარმაზარი თხრილის პირას ვდგავართ, მაგრამ ნუნშიაც არ მოგდის. ხო, გულგრილად ვუყურებთ. ის სახე ყურებში ბამბა და თვალებზე ხელი აფარებული დღესაც ხომ არ გვახასიათებს ხოლმე, როცა საქმე რეალურ სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავებას ეხება. საბოლოო ჯამში ილიას ნაზრევი გვაიძულებს, რომ დავინახოთ ეს.
ეს უფსკრული ჩვენს შესაძლებლობებს, ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობასა და იმას შორის, თუ რამდენად მზად ვართ დღევანდელი რეალობისთვის. კი, და ის პრობლემები, რაზეც ის საუბრობდა გულგრილობა, მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრება, შრომის ნაკლებობა სამწუხაროდ ისევ აქ არის, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ილია ხო იმედოვნებდა, რომ ახალი დროა, ახალი გამოწვევები თვალს საგვიხელდა და ყურებიდან იმ ბამბას გამოგვაცლიდა. და აი კითხვა მინდა დავსვა შენთვის, ვინც გვისმენ. რა არის ის ერთი, თუნდაც სულ პატარა კონკრეტული ნაბიჯი, რისი გადადგმაც შენ შეგიძლია დღეს, რომ აი ამ თვალის ახელას და ყურის გამოფხეკას შეუწყო ხელი. თუნდაც შენს ირგვლივ. ხო, როგორ შეიძლება, რომ შენმა თაობამ, ჩვენმა თაობამ ისეთი რეალობა შექმნას, სადაც მომავალში აღარ დაისმება ეს სევდიანი კითხვა. რა გითხრათ? რით გაგახაროთ?